ვიწყებთ საუბრებს ეროვნული იდეოლოგიაზე, ისტორიაზე, ლიტერატურაზე. წარმოგიდგენთ ჩემს გაიოს მამალაძის საავტორო გადაცემას საუბრები მომავლისათვის. ეროვნული იდეოლოგიის ვერტიკალური და ჰორიზონტალური პოსტულატები. ილიას მიერ საქართველოს ეროვნული მოძრაობისათვის ჩამოყალიბებული ფორმულა მამული ენა სარწმუნოება დღესაც გამოხატავს ქართული ეროვნული იდეოლოგიის სამ მთავარ პოსტულატს. ეს პოსტულატები ერთგვარად ვერტიკალური მიმართულებისაა, რომელსაც ამაგრებს და ავსებს სამი სხვა, ასე ვთქვათ, ჰორიზონტალური პოსტულატი, რომელთაც ქვემოთ შემოგთავაზებთ. მამული. ქვეყანა, სამშობლო არის ადამიანთა ერთობისათვის, ერისათვის ის სასიცოცხლო არეალი, გეოგრაფიული გარემო, რომლის გარეშეც არ ყალიბდება სოციალური ერთეული, ერი, რომელიც სინამდვილეში ღვთისმიერი ერთეულია. მშობლიური მიწა, სამშობლო მხარე, საკუთარი ქვეყანა არის ის ერთადერთი ადგილი, სადაც შესაძლებელია საუკუნეთა, ათასწლეულთა განმავლობაში წარღვნიდან წარღვნამდე, მეორედ მოსვლამდე ცხოვრობდეს ერი და ვითარდებოდეს. სადაც იბადებიან, მოღვაწეობენ, იკრძალებიან თაობები და თაობები, სადაც ყოველი მტკაველი, ყოველი საფლავი, ყოველი ნაგებობა და ნანგრევი, ყოველი კულტივირებული მცენარე, ყოველი მდინარე და მთა, რაღაც ძალიან საერთოსი, რაღაც ძალიან ძვირფასი სახსოვარია, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად. ეს არის ის საკუთარი მტვერი, მიწა, თიხა, რომლისგანაც ღმერთმა ადამი შექმნა და რომელადაც იქცა ქართველთა ეთნარქების, თუბალის, მოსოხის, თარგალის, კარდოს სათაყვანებელი ძვლები. ქართული და საერთოდ ქრისტიანული წარმოდგენით ივერი არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და ასე შემდეგ. საქართველოს საზღვრები არის განსაზღვრული თავად ღვთის მიერ და ეს ისტორიულადაც არის დადგენილი. ამიტომ მისი ყოველი გოჯის დათმობა მტრისათვის არის ღვთის მიერ მოცემულის განიავება, ღალატი. წართმეული, მიტაცებული კი უნდა დავიბრუნოთ, აუცილებლად. ენა. ენა არის კომუნიკაციის საშუალება, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. საერთო ენით ვესაუბრებით ერთმანეთს, გარდაცვლილ და მომავალ თაობებს. ქართულად მიმართავთ ღმერთსაც, ღმერთიც ქართულად გვესიტყვება. შემთხვევითი არ არის, რომ ქართველი კაცის წარმოდგენაში ქართული ენა არის ლაზარი, ღვთის საუკეთესო მეგობარი. ქართველს ჯერა, რომ ღმერთს მისი ენისა ყველაზე უკეთესმის, რომ მისი ენა პირველადია, უძველესია, რომ ქართული ენით განისჩება კაცობრიობა და რომ თავად უფალი ამ ენით საუბრობს. ეს სრულიადაც არ არის დასაძრახი, მესიანისტური იდეოლოგია მრავალ ერს აქვს. მეცნიერები მართლაც ამტკიცებენ ქართული ენის უძველესობას, მისი ახლოვეს სავარაუდო უძველეს საერთო კაცობრიულ მეტყველებასთან. სულთმოფენობის დღეს სულმან წმინდამ ქართულად აამეტყველა თავად ღვთისმშობელი და ივერია არგო განსანათლებლად. ასევე ანდრია პირველწოდებული, სიმონ კანანელი, მატათა, წმინდა ნინო, 13 ასურელი მამა, შემდეგ ეფთიმე მთაწმინდელი ღვთისმშობლის გამოცხადებამ და ასე შემდეგ. ქართული ენა არის თვითგამოხატვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება. საკმაოდ დიდარია ჩვენი ენა. ქართული ენით შესაძლებელია ყველაფრის გადმოცემა, მათ შორის სახარებისა და ვეფხისტყაოსნის. სარწმუნოება. ქრისტეს ჯული არის სარწმუნოება, რომელიც ჩვენ ადვილად მივიღეთ, რომელსაც ველოდით, რომლისთვისაც მზად ვიყავით. ვინაიდან იმთავითვე ჩვენი ჩვეულებანი იყო ისეთი, რომ მხოლოდ მართლმადიდებლობის მიღება შეგვეძლო. სხვათაგან განსხვავებით, ჩვენ გვჯეროდა, რომ ქალიც ადამიანია, რომ მასაც აქვს სული და ლეკვი ლომისა სწორია. ჩვენ გვჯეროდა, რომ შეიძლება არსებობდეს უმციკლო ქალი, დედა და ამიტომ შევძელით გვეცნო ყოვლადწმინდა ქალწული ღვთისმშობელი. თუ კი ღმერთი არსებობს, მას უბიწოდ ჩასახვაც შეიძლება, ფიქრობდი ჩვენ და ვიცანით სიტყვა. თუ კი აქ ცხოვრობთ, შესაძლოა მერეც ვიცოცხლოთ, ვიცოდით ჩვენ და მაცხოვარი ვირწმუნეთ. ჩვენ ალალი ხალხი ვიყავით და ვირწმუნეთ, რომ უფალს მართლაც ეტკინა მათრახები და ჯვარზე გაკვრა. ეტკინა იმიტომ, რომ თავისი ტკივილით, წამებით, ჯვარზე გაკვრით, სიკვდილითა და აღდგომით გამოისყიდა ჩვენი ცოდვები და მარადიული ცხოვრება მოენიჭებინა ჩვენთვის. თუ მას ორი ბუნება არ ექნებოდა, ღვთიური და ადამიანური, როგორ გაეტკინებოდა და თუ არ ეტკინებოდა, მისი ტანჯვა ხომ არ იქნებოდა ნამდვილი, მისი ტანჯვა ხომ თვალთმაქცობა იქნებოდა, ტყუილი იქნებოდა და ამიტომ ვიწამეთ ჩვენ ალალებმა ალალი სარწმუნოება, დიოფიზიტობა. ყოველი სარწმუნოება კარგია და საშუალებაა ღმერთთან მიახლების, მაგრამ ჩვენი აზრით
ჩვენთვის მართლმადიდებლობა ყველაზე სრულყოფილია. ჩვენ ბიძაშვილები არ მოყვავს ცოლად და სხვა სხვაგვარად ფიქრობს და ეს ბუნებრივია. თუმცა ჩვენი პოზიცია უფრო მოგწონს. ჩვენი გარდაცვლილი თაობების თავდადება ქრისტიანობისათვის არ ყოფილა მხოლოდ სიჯიუტე და ვაჟკაცობა. იგი განპირობებული იყო გარდაცვლილი თაობების მიერ დაგროვილი ცოდნით. დღეს მართალია ქართველების ერთი ნაწილი არის მაჰმადიანი, მათი რიცხვი საკმაოდ დიდია, მაგრამ უნდა ითქვას, ეს არ არის გამოუსწორებელი ტრაგედია. დღეს მართალია ქართველების ერთი ნაწილი არის მაჰმადიანი, მათი რიცხვი საკმაოდ დიდია, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ეს არ არის გამოუსწორებელი ტრაგედია. რამდენიმე საუკუნის განმავლობაში მათზე განხორციელებულმა რელიგიურმა დევნამ თავისი გაიტანა. საინგილოში, ტაოკლარჯეთში, ქალდია ტრაპიზონში, ფერეიდანში მცხოვრები ქართველები მაჰმადიანდებოდნენ, თუმცა თავარი საფუძვლები, რომელთა გამოც მართლმადიდებლობა ყველაზე მისაღები აღმოჩნდა ჩვენთვის თავის დროზე, მათ გამაჰმადიანებულ ქართველებს შენარჩუნებული აქვთ დედის თაყვანისცემა, ქალის პატივისცემა, ბიძაშვილ ნათესაობა, ენა, დიდ ნაწილს კარგად, მამულის მონატრება, სიბრძნე. არც ერთი ქართველი არ უნდა დაეკარგოს საქართველოს. ისევ ილიას მიუბრუნდეთ. არ გვაშვინებს მეთქი ჩვენის გარემოება, რომ ჩვენს ძმებს ოსმალოს საქართველოში მცხოვრებთ, დღეს მაჰმადიანი სარწმუნოება უჭირავთ. ოღონ მოვიდეს კვლავის ბედნიერი დღე, რომ ჩვენ ერთმანეთს კვლავ შევუერთდეთ, ერთმანეთი ვიძმოთ და ქართველი ჩვენ და სასიქადულოდ კვლავ დაუმტკიცებს ქვეყანასა, რომ იგი არ ერჩის ადამიანის სინიდის და დიდი ხნის განშორებულ ძმას ძმურადვე შეითვისებს. თვის პატიოსანს და ლმობიორს გულზედ ძმას ძმურადვე მიიყრდნობს და თვალში სიხარულის ცრემლ მორეული ქვა ქართველი. და თუ ამისთვის საჭიროა, რომ სიხარულის ცრემლის უწინარეს ჯერ ჩვენი სისხლი დაიღვაროს, ნუ თუ ქართველი უკუდრკება და თავს არ შესწირავს მას, რისთვისაც 2000 წელიწადი თავი უწირავთ ჩვენთა დიდებულთა მამა-პაპათა. დიდი ილიას ზემოთაღნიშნული ფორმულა მამული, ენა, სარწმუნოება, როგორც თქვით, დღესაც უკვდავ პოსტულატებად რჩება. ეს ფორმულა გამოხატავს ეროვნული იდეოლოგიის ვერტიკალურ მიმართულებას. ფორმულა დაწყებულია მიწიდან. მამული მიემართება ენის მეშვეობით და სარწმუნოების სახით ღვთისაკენ. თითქმის ყველაფერი შეიძლება მოვიაზროთ ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ სქემაში. ილიასეული ფორმულა ქვემოდან ზემოთ მზირალია. ზემოდან თუ წარმოვიდგენთ ღმერთი, შემოქმედი, სამყარო, სარწმუნოების მეშვეობით, ვერტიკალის მეშვეობით, ზემოდან ქვემოთ წამოსული ცოდნის მეშვეობით, გასაგებ ენაზე, ჩვენ შემთხვევაში ქართულ ენაზე გვაძლევს კომუნიკაციის საშუალებას, გზას, მასთან მიახლოვებისა. რაც უფრო მართებულია სარწმუნოება, მით უფრო ახლოსაა 90 გრადუსთან მიწიდან ატყორცნილი ვერტიკალის ხაზი, მით უფრო მოკლეა ჭეშმარიტების გზა. მიწა მამული არის ადგილი, სადაც ხდება ამ ქვეყნიური ცხოვრება გამოცდა იმ ხალხისა, რომელსაც ღმერთი ესაუბრება ამა თუ იმ ენით. ილიასეული, ასე ვთქვათ, ვერტიკალური ფორმულის მამული, ენა, სარწმუნოება გარდა ჩვენ საუკუნეში შეიძლება გამოვყოთ, ასე ვთქვათ, ჰორიზონტალური ფორმულაც, რომელიც გაშლილია ამ ქვეყნიური ცხოვრების სივრცეში და ავსებს და ემატება ვერტიკალურ ფორმულას და მასთან ერთად ქმნის ერთიან ეროვნულ ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ სქემას. ესაა ერი, გვარი და ოჯახი. მამული, როგორც თქვით, არის სამკვიდრო, სადაც ცხოვრობს ერი. მამული არის ამა თუ იმ სარწმუნოების სიბრძნის მატარებელი ხალხის საცხოვრისი. ხალხი, ერი, თავის მხრივ იყოფა თემებად, გვარებად. გვარები თავის მხრივ კომლებად, ოჯახებადაა გაშლილი. თუ ცენტრიდან, მიწიერი ცენტრიდან, მამულიდან წარმოვიდგენთ ჰორიზონტალურ ხაზსაც გაშლის, მივიღებთ შემდეგ სურათს. მამული და ერი ერთ წერტილშია, ერთ გეოგრაფიულ მოცემულებაში გადაკვეთილი. მერე იშლება გვარებად ერი. გვარები ოჯახებადაა გაშლილი. ოჯახები ინდივიდებისაგან შედგება. მივიღეთ ასეთი სურათი. ინდივიდს, ამ შემთხვევაში ერისკაცს, სჭირდება სრულყოფილად რომ დაუკავშირდეს ამ ქვეყნიურ მთავარ წერტილს, ერი მამული, საიდანაც ყველაზე სრულყოფილად დაუკავშირდება ღმერთს, უნდა ჰქონდეს სრულყოფილი კომუნიკაცია დამყარებული ოჯახთან. ოჯახის მეშვეობით გვართან. ეს იგივე თემია, ეს იგივე მრევლია და გვარის მეშვეობით იგი უკავშირდება ერს, ეს იგივე ეკლესია და მამულს, ეს იგივე სახელმწიფოა.
ამ ჰორიზონტალური სამებისა და ვერტიკალური სამების მეშვეობით ინდივიდი უკავშირდება ღმერთს. ნებისმიერი წერტილის არარსებობა ან ჯეროვანი დაუფასებლობა ჯებირებს უქმნის ინდივიდის განვითარებას. მის სამსახურს ერისადმი და ღვთისადმი. ყოველი წერტილი, ყოველი რგოლი უსათუო აუცილებლობა, გარდაუვალობაა, ბუნებრივი გადაჯაჭვულობაა. სასურველია ადამიანს ჰყავდეს ოჯახი, შვილები, თუ ღმერთი მისცემს. ამით ის სამსახურს უწევს ქვეყანას და ღმერთს. ლაპარაკი ერისკაცებზე და არა ბერ მონაზვნებზე, რომლებიც თავისი ლოცვებითა და მოღვაწეობით ზრუნავენ ოჯახების სიმტკიცეზე, გვარების სიძლიერეზე, ერის ერთიანობაზე, მამულის დაცვაზე, ენის შეურყვნელობაზე და რწმენის გამტკიცებაზე. მამულის, ენის, სარწმუნოების შესანარჩუნებლად საჭიროა შევინარჩუნოთ ერი, გვარი, ოჯახი. ხოლო ოჯახის, გვარისა და ერის შესანარჩუნებლად საჭიროა შევინარჩუნოთ მამული, ენა, სარწმუნოება. მთავარი საყრდენი წერტილების, ერი მამულის სიმფონიური მართვა გამგეობისათვის ღვთის მიერ დადგენილი არის ორი ხელისუფლება, საერო და სასულიერო ხელისუფლება. მაშასადამე ინდივიდისათვის, რომელიც ქართულად ასე ითარგმნება, როგორც ცალარსი, ანუ არსი, მაგრამ ცალი, ესე იგი არასრული არსი. ღვთის საუკეთესო მსახურია ოჯახის, გვარის, ერის, მამულის, ენის, სარწმუნოების სამსახური. ადამიანი, რომელიც შემთხვევით გაიცნობს მოგვარეს, ან დედის მოგვარეს, ან ბებიის და სიხარულით არაევსება გული, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ მთლად კარგი ქართველი არ არის და მთლად კარგი ქრისტიანი. ასევე ადამიანი, რომელსაც არ ადარდებს მამულის ბედი, ვერასდროს იქნება კარგი ქმარი ან მამა. მაშასადამე მამულის, ენის, სარწმუნოების შესანარჩუნებლად საჭიროა შევინარჩუნოთ ერი, გვარი, ოჯახი. ხოლო ოჯახის, გვარისა და ერის შესანარჩუნებლად საჭიროა შევინარჩუნოთ მამული, ენა, სარწმუნოება.